ამინ მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგახაროთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს, შეგვეწიოს იოანე ნათლისმცემელი, შეგვეწიოს აღსრულებული პარაკლისის მადლი და შეგვეწიოს დღევანდელ დღეს მოხსენებული ყველა წმინდანი. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის, არის ხსენება წმინდა დიდმოწამე აბოთფილელისა, უმეტესმა იცით რა თქმა უნდა, მისი ისტორია, მისი ცხოვრების შესახებ, მაგრამ მოკლედ მაინც შევეხოთ. ეს არის პერიოდი, ეს არის მერვე საუკუნე, როდესაც საქართველოს ისტორიაში ზოგადად ხშირია ხოლმე ესეთი პერიოდები გაჭირვების და ესაც ერთ-ერთი გაჭირვების პერიოდი, როდესაც არაბთა ბატონობა იწყება ზოგადად სოფლიოში და რა თქმა უნდა საქართველოს არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი და ჩვენთანაც ასე ვთქვათ არაბთა ბატონობა იყო დამკვიდრებული და ეს არის პერიოდი, როდესაც ქართველი ადამიანი ზოგადად სულით მებრძოლია და შესაბამისად ძალიან რთული იყო იმ პერიოდშიც და ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლით ისი რაღაცა გადადრეკა რაიმედან და ყოველთვის როდესაც მტერს რამის მიღწევა სურდა, პირველი დარტყმარაზეც მოდიოდა, ეს იყო ჩვენი სარწმუნოება. ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ქართველი ადამიანი გადაედრიკათ პირველ რიგში სარწმუნოებიდან და აი ამით დაემორჩილებინათ და სამწუხაროდ ახერხებდნენ ხოლმე ამას ჩვენი მტრები და ახლაც ასე მოხდა, ბევრი ადამიანი, ძალით ბევრი ადამიანი ცდუნებით გადადრიკეს მართალი სარწმუნოებიდან და ის ადამიანებიც კი, რომლებიც ასე ვთქვათ მეტნაკლებად მყარად იდგნენ სარწმუნოებაზე, ისინიც კი გადაიდრიკებოდნენ როგორც ლერწამნი ძლიერი ქარის დროს. და ესეთი სიტუაცია ნერსე ერისმთავარი, ქართლის ერისმთავარი, რომელიც ცდილობს, რომ რამენაირად გამოასწოროს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ ეგუება ამ ყველაფერს და ის აწყობს აჯანყებას, ეს არის 766 წელი და მისი აჯანყებით, რა თქმა უნდა, არ იყო ხა იმდენად ძლიერი როგორც ჩანს და ჩაახშეს სისხლში მისი აჯანყება და თვითონ ნერსე ერისმთავარი არაბთა ამირამ დაიბარა ბაღდადში და 3 წლით საპყრობილეში გამოამწყვდია. და სწორედ ეს არის პერიოდი, ეს 3 წლიანი პერიოდი, როდესაც წმინდა აბოთფილელი გაიცნობს ნერსე ერისმთავარს, ის იყო ტომით არაბი, დედით მამით არაბი, მენელსაცხებლე იყო, სურნელოვან ზეთს, მაშინდელ დღევანდელ სუნამოს, ასე რომ თქვათ, ამზადებდა სურნელოვან ზეთებს და საკმაოდ ისეთი განსწავლული იყო თავისი რჯულშიც. მაგრამ აი ამ 3 წლიანმა პერიოდმა, რაც ნერსემ გაატარა ბაღდადის საპყრობილეში, წმინდა აბოთფილელი დააფიქრა ჭეშმარიტებაზე, იმიტომ რომ ის ხედავდა წმინდა ნერსე ერისმთავრის სიმტკიცეს, სულიერ სიმტკიცეს, მის სიმშვიდეს, მის ზნეობას და აი ეს პერიოდი იმდენად ნაყოფიერი გამოდგა მისთვის, რომ ის დაინტერესდა ქრისტიანული სარწმუნოებით და როდესაც ნერსე ერისმთავარი გაათავისუფლეს 3 წლის მერე და ისევ დაბრუნდა საქართველოში, აბოთფილელი მას მოყვება აქ, ის ესწრებოდა აქ წირვალოცვებსაც, ის ისწავლებოდა ქრისტეს რჯულში, წმინდა წერილში, რა თქმა უნდა, ეჩვეოდა ქართულსაც სწავლობდა, ქართულ ყოფას ეჩვეოდა ზოგადად და აი ამ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ინათლება, რა თქმა უნდა, ფარულად, ის ინათლება მართლმადიდებელი სარწმუნოებაზე, მართლმადიდებელი რჯულზე და ხდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. და რა თქმა უნდა, ფარულად ხდება მისი მოღვაწეობა, რომ არ გაეგოთ და სიკვდილით არ დაესაჯათ და ქართველი ხალხი, როგორც თქვი, წეღან არ ეგუება თავის ამ ყოფას და ნერსე ერისმთავარმა კიდევ ერთხელ ცადა, რომ რაღაც აჯანყება მოეწყო წინასწარ, როგორც ცხოვრებაშია გადმოცემული, ისტორიიდან ვიცით, წინასწარ გაახიზნა მან თავისი ოჯახი აფხაზეთში და თვითონ აპირებდა აჯანყებას, მაგრამ არ გამოვიდა ესაც რაღაც ბრძოლის შემდეგ ის იძულებული გახდა, რომ უკან დაეხია და ის აფხაზეთში გადავიდა და აბოთფილელიც თან გაჰყვა მას. აი აფხაზეთში ყოფნის პერიოდში, როდესაც მოხდა ეს რაღაც, რომ ისე უნდა დაბრუნებულიყვნენ ქართლ-კახეთში, აფხაზეთის მაშინდელი მეფე თხოვს აბოთფილელს, რომ დარჩეს იქ მასთან, იმდენად მოიხიბლა ამ ადამიანებს, რომ დარჩეს მასთან, რომ მეშინია შენთვის, რომ არ გადაგდრიკონ სარწმუნოებიდან, რომ ახალ მიღებული ქონდა მაინც და ისე მყარად არ იდგა. მაგრამ წმინდა აბოთფილელმა, რა თქმა უნდა, ასეთ სიმხნევით, სულიერი სიმტკიცით უპასუხა, რომ ის არ დარჩებოდა და უნდა წამოსულიყო და ასე ვთქვათ, მაგალითის მიმცემი ყოფილიყო ქრისტიანებისთვის და ასეც მოხდა, ის საბოლოოდ დაასმინეს ამირასთან და შეიპყრეს. მის ცხოვრებაშია გადმოცემული ეს რაღაც, რომ სიკვდილის წინ ის გაყავდათ
სასიკვდილოდ სიკვდილის დასაშისათვის წინა საღამოსის მან ასე ვთქვათ ნელსაცხებელი იწყო, ზეთი იწყო, ეზიარა ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს და ესეთი განწმენდილი და გამბანილი წარდგა ამირას წინაშე, ბევრი ეცადნენ მის გადადრეკას ჭეშმარიტ ირჯულიდან, მაგრამ მან ხმამაღლა და მტკიცედ აღიარა ქრისტე და ეს თამამად მიუშვირა, ასე ვთქვათ, ჯალათს თავი მოსაკვეთად და ესეთი რაღაც ხდება, რომ ჯალათმა შეშინების მიზნით სამჯერ რბილად დაარტყა, ასე ვთქვათ, מחვილი, რომ იქნებ ახლა მაინც ამით მაინც შეეშინებიდან და გადაედრიკა სარწმუნოებიდან აბოთბილელი, მაგრამ ესე არ მოხდა და საბოლოო ჯამში ის მოწამეულად აღესრულა, მას თავი მოკვეთეს და იმდენად იყო გაბოროტებული ამირა და რომ მისი გვამიც კი შეურაცხყვეს და ტომარაში, ასე ვთქვათ, გაახვიეს და იქვე დაწვეს შემდეგ. დღეს ჩვენ გვაქვს თბილისში მისი წამების ადგილიც, ტაძარი აშენებული მისიას, გვამისადაც დაიწვა ის ადგილიც, ორივეგან ტაძრებია, მადლობა ღმერთს და შეგვეციოს მინდა დიდმოწამე აბოთბილელი. ზოგადად მათი ცხოვრება არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი და როგორ უნდა უყვარდეს მოყვას, იმიტომ რომ პირველ რიგში ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე იყო ეს მისი მოწამეობრივი ღვაწლი და შემდეგ რა თქმა უნდა მოყვას ის სიყვარულითაც, იმიტომ რომ მან მაგალითი მოგცა ჩვენ ყველას როგორი მტკიცე უნდა იყოს ქრისტიანი თავის სარწმუნოებაზე და აი რა თქმა უნდა ეს ღმერთის და მოყვასის სიყვარული ეს ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს და ამას აქვს სახარებისეული საფუძველი ძველ აღთქმაში მოსეს ჯულში გახსოვთ თქვენ არის მცნება რომ შეიყვარო ღმერთი ყოვლითა გულითა შენითა ყოვლითა გონებითა შენითა ყოვლითა სულითა შენითა და სახარებაში მათ ეს სახარებაში ერთ გადმოცემულია რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა როდესაც მიდის მაცხოვართან და ეკითხება რა ვქნა რომ საუკუნო სიცოცხლე დავემკვიდრო მაცხოვარი სწორედ ამ ცნებას მოუყვანს რომ შეიყვარო ღმერთი ყოვლითა გულითა ყოვლითა სულითა ყოვლით გონებითა და მეორე მცნება მსგავსი ამის ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება და მეორე მცნება მსგავსი ამისი შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი და ზოგჯერ ადამიანს გონია რომ ღვთის სიყვარული არის ღმერთი უყვარს და უყვარს რატო რომ თავის პირადი ღვაწლი აქვს ზოგი ლოცულობს ბევრს ზოგი რაღაცას აკეთებს ისეც თავის პირადს და გონია რომ ეს არის უმთავრესი ღვთის წინაშე მაგრამ სამაგეროდ სიყვარული არ გააჩნია რა თქმა უნდა ასეთ ღვაწლს ღმერთი არ იწირავს ამის მაგალითები ბევრი გვაქვს და ეს ერთი არის პატერიკში წერია ერთი ესეთი მაგალითი რომ სამი ადამიანი მოღვაწე ადამიანი რომელიც თავის პირად ღვაწლში იყვნენ ძალიან დიდ ღვაწლში მიდის ერთ-ერთ გამოცდილ სულიერ მოზღვართან და ასე ვთქვათ იქადიან თავისი ამ ღვაწლით და ეუბნებიან ერთ-ერთი ეუბნება რომ აი მე მთელი ძველი და ახალი აღთქმა ზეპირად დავისწავლევ და ეს გამოცდილი ბერი ეუბნება რომ შენ ჰაერი აღავსე სიტყვებით მაგრამ ამ შენ ღვაწლს ღმერთი არ შეიწირავს მეორე ეუბნება რომ მე მთელი წმინდა წერილი ხელით გადავიწერე რომ ჩემთვის გამოსაყენებლად და ეს ბერი ეუბნება რომ არ შენი ღვაწლი აქვს ის წინაშე შეწირული მესამე საერთოდ მე სასწაულებს ვახდენო და ამასაც იგივეს ეუბნება რომ არც შენი ღვაწლი შეიწირება ღვთის წინაშე იმიტომ რომ სამივე დაწრილები ხართ მოყვასის სიყვარულისგან და თუ გინდათ რომ თქვენი ეს ღვაწლი ღვთის წინაშე შეწირული იყოს პირველ რიგში ღმერთი გიყვარდეთ მერე შეიყვარეთ მოყვასი შეიყვარეთ ყველა და გაეცით მოწყალება აი ესეთ დარიგებას აძლევს და ამ შემთხვევაში შეიწირება თქვენი ღვაწლი ღვთის წინაშე და ჩვენი ყველას ღვაწლი ფუჭია თუ სიყვარულის გარეშე ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ამის მოციქულებს პავლე მოციქულსაც იოანე მოციქულსაც ამაზე ბევრი ეპისტოლე აქვს და იოანე მოციქულის სიტყვები ყველას გახსოვთ ალბათ თავისი ეპისტოლიდან თუ ვინმე იტყვის რომ ღმერთი მიყვარს და თავისი მოყვასი სძულს ის არის მატყუარაო პირდაპირ იმიტომ აი სიტყვები ციტირება გავაკეთოთ საკმაოდ ლამაზად ჟღერს ესე თქვა ძველ ქართულად უკვე თუ ვინმე თქვას ვითარმეთ მოყვას მიყვარს ღმერთი და ძმაითვისი სძულდეს მტყუარ არს რამე თუ რომელსა არა უყვარდეს ძმაითვისი რომელი იხილა ღმერთი რომელი არა უხილავს ვითარ ძალუთ შეყვარება და ესე ცნება იმოვიღეთ მისგან რათა რომელსა უყვარდეს ღმერთი უყვარდეს ძმაიცათვისი ესე იგი ღვთის სიყვარული თუ ვინმე ამბობს რომ ღმერთი უყვარს და არ უყვარს თავისი ძმა ამ შემთხვევაში ხორციელი ძმა არ იგულისხმება რა თქმა უნდა იგულისხმება ყველა მოყვას ჩვენი ქრისტეს მიერი ძმები ის არის მატყუარა ტყუილშია იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ადამიანი ამოვიდეს რომ ღმერთი მიყვარს რომელიც არ უხილავს და ძმა თვისი რომელსაც ხედავს და რომელიც იცის რომ ღვთისმხნილება ის არ უყვარს ეს არის შეუთავსებელი ეს არის ნონსენსი შესაბამისად ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ
ღვთის სიყვარულით და მოყვასის სიყვარულით გამშვალულები და მაშინ ყველანაირი ჩვენი ღვაწლი პირადი ღვთის წინაშე შეიწირება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, შეგვეციოს წმინდა დიდმოწამე აბოთფილელი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი და წმინდა დიდმოწამე გიორგი. გაიხარეთ და ღმერთმა მშვიდობიანი დღე მოგცემთ.